ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში 4000 სამხედროს განლაგების გადაწყვეტილება გაუქმა. მიზეზი ამერიკასა და ევროპას, განსაკუთრებით კი გერმანიას შორის გასულ თვეებში გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობები გახდა. ინფორმაცია ევრონიუს ნატოს მაღალი რანგის სამხედრო პირმა დაუდასტურა. 4000 ამერიკელ ჯარისკაცს ის სამხედროები უნდა ჩაენაცვლებინათ, რომლებიც პოლონეთში სამხედრო მისიით უკვე იმყოფებიან. თუმცა ვაშინგტონის მოულოდნელი გადაწყვეტილებით, როდესაც მისია დასრულდება, მათ ახალი შემადგენლობა აღარ ჩაანაცვლებს. ვაშინგტონმა სამხედროების პოლონეთში გაგზავნა ბოლო წამს გადაიფიქრა. პირველი კავალერიის დივიზიის სამხედროებმა 1 მაისს ტეხასის შტატში განლაგების წინ ტრადიციული ცერემონიაც გამართეს, ხოლო სამხედრო ტექნიკა კი უკვე გაგზავნილი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილება ვაშინგტონისა და ბერლინის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მიიღო. მხარეებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ომი ირანში არასწორად იყო დაგეგმილი. ფრიდრიხ მერცის შეფასებას დონალდ ტრამპის მწვავე პასუხი მოჰყვა. მან გერმანიის კანცლერს მოუწოდა თავის ქვეყანას მიხედოს და ნაკლებად ჩაერიოს ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებში. მალევე პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში გერმანიაში მდებარე ნატოს სამხედრო ბაზებიდან სულ მცირე 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გამოიყვანდა. ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ პოლონეთში სამხედროების გაგზავნის გაუქმებასთან დაკავშირებით იმედგაცრუება გამოიწვია. პოლონეთში ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის რუსეთისგან დაცვის მიზნით გერმანიიდან გამოყვანილ ჯარისკაცებს სწორედ პოლონეთში გაგზავნიდნენ. 13 მაისს პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა კიდეც, რომ პოლონეთი ამ სამხედროების მისაღებად მზად იყო. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა პოლონეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა. საკითხი პოლონეთს არ ეხება, არამედ ის უფრო მეტად შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპაში განლაგებას უკავშირდება. პოლონეთის შეიარაღებული ძალების სწრაფად განვითარებადი შესაძლებლობები და პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ძალების ყოფნა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. ნატოს ევროპელი მოკავშირეები ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების რაოდენობის შემცირებას დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ელოდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ პასუხის გაცემას თავი აარიდა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. ალიანსში ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ნატოს თავდაცვის ძირითად გეგმებზე გავლენა არ ექნებათ. მათი განცხადებით, ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგზე კვლავ ძლიერად იქნება წარმოდგენილი.